მოგესალმებით, თქვენთანაა ქროლი. დღეს გაჩვენებთ თუ როგორ უნდა აწყოთ ჩვენი ელექტროსკუტერი. აწყობა ძალიან მარტივია. ყველა სკუტერს მოყვება დამტენი და 4 სამაგრი ბოლტი. პირველ რიგში ამოვიღოთ სკუტერი ყუთიდან. შემდეგ ვაერთებთ ერთადერთ თვალსაჩინო კაბელს, რომელიც საჭის ნაწილშია განთავსებული. როგორც ხედავთ, სკუტერი უკვე მზად არის ჩასართავად. ამის შემდეგ ვამაგრებთ საჭეს და ვუჭერთ 4-ვე ბოლტს. სულ რამდენიმე წუთში თქვენი სკუტერი სრულად აწყობილი იქნება. ყველა ქროლის ელექტროსკუტერს მოყვება სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ სკუტერის სრულყოფილად მართვას და პარამეტრების შეცვლას. მიხევით ვიდეოში ნაჩვენებ ინსტრუქციას, დაასკანერეთ QR კოდი და გადმოწერეთ აპლიკაცია App Store-დან ან Play Store-დან. რეგისტრაცია ძალიან მარტივია და მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. რეგისტრაციის შემდეგ აუცილებლად ჩართეთ Bluetooth-ი და დარწმუნდით, რომ სკუტერიც ჩართულია. შემდეგ დააჭირეთ Relax Add Device და დაამატეთ თქვენი ქროლი. აპლიკაციიდან შეგიძლიათ ბორბლების დაბლოკვა, მართვის რეჟიმების შეცვლა და სიჩქარის ლიმიტების დარეგულირება. Crawls აქვს 4 რეჟიმი: Walk, Eco, D და Sport. არ დაგავიწყდეთ, გადახვიდეთ More განყოფილებაში, სადაც ხელმისაწვდომია მართვის სრული პანელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელები ქარხნულად ჩინეთიდან ევროპის ბაზრისთვის იგზავნება. ევროპის ქვეყნებში ელექტროსკუტერებისთვის მოქმედებს 25 კმ/სთ სიჩქარის ლიმიტი. ამიტომ სკუტერების უმეტესობას ეს შეზღუდვა ავტომატურად აქვს დაყენებული. სწორედ ამიტომ გიწევთ აპლიკაციიდან შესაბამისი პარამეტრების შეცვლა, რათა თქვენი მოდელის ქარხნულად გათვალისწინებული მაქსიმალური სიჩქარე გაააქტიუროთ. რეკომენდირებული პარამეტრებია: Eco 10 კმ/სთ, D 20 კმ/სთ, Sport Derva Pro მოდელისთვის 30 კმ/სთ. Derva Pro-ს მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ია, ხოლო V 10-ის 35 კმ/სთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ მოცემული ინფორმაცია და არ დააყენოთ უფრო მაღალ სიჩქარეზე, რაც კონკრეტული მოდელისთვისაა განსაზღვრული. თუ სკუტერს ბავშვი გამოიყენებს, შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დააყენოთ სიჩქარის ლიმიტი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციაზე ცნობა არ ექნება, ამ პარამეტრის შეცვლას ვერ შეძლებს. გმადლობთ ყურადღებისთვის. თქვენთან იყო ქროლი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგწერეთ პირად ჩატ ობინებაში და სიამოვნებით დაგეხმარებით.